გამარჯობათ ხალხო, ეს არის CLS პროექტის მესამე ნაწილი. არ გადაახვიოთ არც ერთი წამი, ვიდეო სანამ დაიწყება დალაიქეთ, არხი გამოვიწერეთ და ახლა კი ჩაუჯექით და უყურეთ ბოლომდე. მანქანაზე წინა შიტოკი მოიხსნა და კაპოტი უნდა მოხსნათ და ორივე უნდა დავაყენოთ ახლები, კაპოტის და შიტოკის. ეს უმე გადავსკოჩე რამდენი ვიჩალიჩე ჩემი. შუა თბილისში, მოძრაობაში ხალხში სკოჩებით და კარდონებით დავრბოდი. კაპოტზე რა ხდება? ნომერი მოსწორ ამ გეილს. რა ბანძობა არის შიტოკის გარეშე, რას გავს? აი აქ ვ8 რო დაეწერება და 5 და 5 რო ჩაიდგმევა ვაფშე საკაიფო გამო. რა ხელა კაპოტია. ოპა, წამოვიდა. მოიხსნა. შვენიერი. კაპოტის გარეშე რო იარო ჩემი. აი ამის გამო მოიხსნა კაპოტი, შეხედე რა ჭირს. არტყუნლი იყო ვერ სწორდებოდა. კაპოტი ჩამოიხსნა. კაროჩე, კაპოტს დავაყენეთ, მერე შიტოქს დავაზაზურებთ. მერე უკვე კარნიზებზე გადავალთ. Unboxing-ი Simon. გაიხსნა კაპოტი. დააბოქსინგდა ბებერი. რაც მე ამაზე ვიჩალიჩეს, ორ წამში მოხსნა. აი ხანია ეს კაპოტი 1-2 კვირაა სახში მიდევს. როდის მე ეს შეხედე. აი პატარა ნაკაწრები აქვს, მაგრამ პირი რო გადაეკრება, კაროჩე. რავი, ახალი ვით არის, ეხლა მთლად ახალი კაპოტი არ არის. საბლის ოკას უნდა ვიყიდო. კაროჩე, აი ეს უნდა შეეცვალოს რა, ეს. ჩალო. ეს ალუმინის შეცვლილია წინ. გარშემო რო შემორტყმია ეს, რასაც უხობს, ეგ შევცვალე. სპორტში უნდა შეეცვალოს ეხა შიგნით ნაწილები და ეგ არის. საზოვში რო დაჭდეს რა. ესენი უნდა დაუყენდეს ყველაფერი ვაფშე ეხა. სერიოზულად იხოდება იმენა CLS. მერე მაგერთი ჟესტის გამო თლიანი პერიოდი კი რა ის. რა თიყიდა მეთქი ხო? იმიტომ რომ ცალკე არ იყიდებოდა და სბორში ვიყიდე, ცალკე ვინ გამოგატანს მაგას. თან იმიტომ ვიყიდე სბორში ყველაფერი რომ რავი აქეთ არტყმული არ იყო, მაგრამ იქნება აქეთაც უნდა შესვლა, რამე იყო გაღუნული, არ ვიცი. ეს ზაზორში რო დაიწყო. ეგ არის. დაღუნულია ეს. არა, სიგონებს დაღუნულია ძმაო, ახალი უნდა დაუყენდეს ბრა. რომელიც ანძრევს. ახმეტის ცენტრში არის ხელოსანი, რომელიც რა? ეს იმენა უნდა ჩაგდისო ვიდეოში. აი სრულად რო ჩამოვაყალიბოთ. ახმეტის ცენტრში. არის მაგარი ხელოსანი. აი ავტოსერვისი, ახმეტის ცენტრში. მომბრძანით იდეალურად გაგიმართოთ მანქანას. არა საკეთებ. ვათავემ. აგერ პირდაპირ აქ მომბრძანდით ქალები, ლამაზი ქალები ვინც უყურებთ ავტოსერვისში. ქალებს უფასოდ უკეთებ, ხო? უფასოდ უკეთებ, ხო? ვაჩვენდი. უფასოდ ელოღონის ვასია. რა ჭირს ამ შიტოქს უყურე ჩემ. ნახე რა ჭირდა ამ შიტოქს. დედა აღარ ყავ. ვალი ხო არა გაქვს ვინმესი თუ რატო არ გინა გამოჩენა. ბატონო ვასია. უეჭველი ვალები აქვს მა. ეგრის გამო შევუცვალეთ ეხა. რო გასწავლო ისწავლე. რო ვისწავლო შეცვლა მაგიტო შევუცვალეთ. აი უყურებ ხოლმე ვიდეოებს და აგერ ისწავლეთ შეცვლა ბიჭო როგორ შევცვალოთ წინ რაღაც ნაწილი. რა ქვია ამ ნაწილს ვაფშე არ ვიცი. ოპაც. კაპოტიც დაყენდა, ეგეც დაყენდა. აი ხა უფრო მაგარ ვიძე დადგას, მაო, წეგან თითქოს იმინა გაღუნული იყო. ეხა სწორად დგა. აი თუ არ ჩაუსვა ეგენი ნახავს. აი ნახავს თუ არ ჩაუსვა. კაროჩი დავაყენეთ ფარიც. ეს წინ ისიც შევუცვალეთ. ესე შეეცვალა, ზაზორში დაჯდება, ხვალ შიტოქს დავაყენებთ, მაგასაც გადავიღებთ. კაროჩი მაგარი კაპოტი ყოფილა, ეს იმინა მაგარი კაპოტი გამოდგა. ძალიან ძერს გადაჯდა და კაი კაპოტია, კაროჩი არაფერი არ ჭირს ვაფშე ვიზუალურად არაფერი ჩეპედა პრობლემა არა აქვს.
აი ეს ჩვენი ძმა, კაროჩე, ქალები ვინც უყურეთ ამ ვიდეოს. უფასოდ გაგიკეთებთ. ესეთი აქცია არის, კაროჩე, აი ამ ავტოსერვისში ახმეტის ცენტრში ესეთი აქცია გვაქვს. ლამას ქალებზე რამდენი წლის უნდა იყვნენ? 100. ლამას ქალებზე აქცია არის, უფასოდ კეთდება მანქანები რა. ვინმე ეს კუზავო თუ გყავთ, აი ეს წინა მხარე ნაწილები თუ გამოგადგებათ, რავი, რაც დამრჩა ზღორა წამოთ განახოთ, შეგიძლიათ ამიკომენტაროთ და რავი, მოგცემთ რა, არაფერი არ მინდა. ვაფშე, ვინმეს თუ გამოგადგათ აი ეს ნაწილები, რავი, წაიღეთ, წინა მხარის ზბორი არის მთლიანი ვაფშე. რა, ვისაც დარტყმული გაქვს წინა მხარე, კი გამოგადგებათ და აღარ მოგიწევთ ყიდვა რა ის. ზაზორში რო დაჯდეს ეგ არის ყველაზე მთავარი და დალში კი ეშველება ყველაფერს რაც არ უნდა მოხდეს. აგერ კაპოტი დავაფაროთ. სკაპ. შვენიურად დაჯდა აგერს მო. შიტოკი დაუყენდება, აბლიცოვკა დაუყენდება და ვაფშე მაგარ ვიძე იქნება, იმენა სასწავლო ვიძე იქნება და დაარავათ ბიჭებო, კაროჩე იმის მერე გავიდა ძალიან დიდი ხანი და მაგიტო გესალმებით. კაროჩე რა მოხდა ეხლა ხელოსანთა ყავდა დატოვებული მანქანა, ვერ მოიცალეს რაღაც პერიოდი და რატომ ყავდა დატოვებული მანქანა? კაროჩე ზაზორები გასწორდა. აი ეს კრილო იყო შეღუნული ეს დასამთავრებელია კიდე კაროჩე ეს გასწორდა ახლის ყიდვა აღარ მომიწია და ზაზორებში რა ფარები არიჯდა საერთოდ და კრილოებში არიჯდა ზაზორები. აქეთ ახალი კრილო აყენია და ეხა ზაზორებში შეხედეთ რა მაგრაზის რა აი აქ ხელი რო იმენა შეგეყო ანუ სად უნდა შეყო მამეთ ხელი მაგ კაროჩე აქ რო ხელი შეგეყო იმენა შედიოდა რა თითი შედიოდა კაროჩე ზაზორში იმენა იდეალურად დაისვა მანქანა და ეხა კაროჩე ვაყენებთ აი ამ შიტოკს კაი შიტოკია იდეალური შიტოკია კაროჩე ამ შიტოკს დავაყენებთ და ამ შიტოკზე ჩამოვასხავთ ტუჩს 4 შაბათს ვაპირებთ კაროჩე აი ამ კარნიზის მოხსნას და იქითა კარნიზის მოხსნას აი ამ კარნიზის მოხსნას ვაპირებთ იქითა კარნიზის მოხსნას რო ხელოსანმა უნდა გააკეთოს ეს რა პლასმასში კი ვინც არის გაკეთდებაო ჩვეულებრივადო და უკანა შიტოკიც უნდა დაუტოვოთ უკანა შიტოკს აი ეს დაზიანება აქვს როგორც ხედავთ AMG შიტოკია უკან ესეც გაკეთდება და რა ვიცი იდეალურად დადგება ეს კარნიზები რო დაყენდება და რო დაუტოვოთ და უკანა შიტოკი რო გაკეთდება მე მიგვაქვს ეს მანქანა და ვცვლით თლიან შუშას რო ტეხას მოტრზე გავატაროთ ერთი ეგ დარჩა რო ტეხას მოტრი გაიაროს შემდეგ რაც იქნება მეოთხე ნაწილი იქნება უკვე და მეოთხე ნაწილში გადავაკრავთ ფირს თლიანად მანქანას ხო და ვიდეოს დალაიქება არ დაგავიწყდეთ უეჭობელი დაალაიქეთ ვიდეო და უეჭობელი გამოვიწერეთ ახლა ეხა რა მინდა რომ გითხრათ რა ძალიან ბევრი ნახვა ექნება ამ ვიდეოს და კომენტარებში რომ დამიწეროთ თქვენი აზრი ვინც ერკვევით როგორი ფირი გადავაკრათ მანქანას რა ამ მანქანას როგორი ფირი მოუხდება რანაირი ფირი დააჯდება იმენა მე ცოტა სხვანაირ ფირს ვფიქრობ რა აი შავი წითელში და რაღაც ქსელებში და რაღაც ხაიმეებში რო ვახოვაზე ხართ რასაც გეუბნებით და ცოტა განსხვავებული თემა რო იყოს ცოტა ბავშვური თემა და რაღაცა კი არის მაგრამ აი არავის რო ანუ ბევრს რო არ ყავდეს რა ისეთი განსხვავებული ფირი მინდა რაღაც რო გადავაკრა და ეხა ეს ვიდეო რო დაიდება კაი ერთი კვირა მეოთხე ნაწილის გადაღებას აღარც დავიწყებთ ჯერ ფირის ის ერთი კვირა წავიკითხავ კომენტარებს და გამოვიტან საბოლოო აზრს რა ფირი გადავაკრა და ფირის სახელები დაწერეთ კომენტარებში თქვენ რა ფირს ფიქრობთ როგორ ფიქრობთ დაჟე ვინც დაწერს და იმის აზრი მოგვეწონება და იმ ფირს გადავაკრავთ ვიდეოშიც ჩავსვავთ სმაო და ესეთი რაღაცა ეხა რა ამ ვიდეოში ვინც TikTok-ზე გააკეთებს ედიტებს ჰეშტეგით ZCP1 ამ ვიდეოზე ZCP1 ვის ედიტსაც ყველაზე მეტი ლაიკი აუგროვდება შემდეგ მეოთხე ნაწილში მოიგებს 150 ლარს რა მოდი ეს ამ თანხით დავიწყოთ მერე უფრო გაიზრდება თანხები მერე უფრო კაროჩე მეტი პრიზი იქნება და აი ამ ვიდეოდან უნდა ამოჭრათ მომენტები და ის უნდა დააედიტოთ მარტო ამ ვიდეოდან რა კაროჩე ბიჭებო შიტოკი დადგა ესე რა იმენა ზაზოვში ძერს გად მაგრამ მოუხდა ეხა აბლიცოვკა დაგვრჩა დასაყენებელი შეხედეთ რა ვიდზე მოვიდა იმენა მანქანა
ეს დაყენდება, ამასაც გაჩვენებთ. კაროჩე ეს ნათურები გვინდა დაბლა, ნათურებს დავითრევ, ნათურებს დავაყენებთ, კაროჩე, აბლიცოვკა მიყენდება ეხავე, კაროჩე და აქ პატრონიკები ჩაისმევა. დისკებსაც მალე გამოსვით დისკები, აი ეს მინა გადასაყრელი გაჩუქებ TikTok-ში ამ დისკებს, გადასაყრელი დისკები, რა ვისაც ვინც უდისკოთ დადიხართ ეგეთ, რა ვისაც გამოგადგებათ ეს დისკები, იმენა გაჩუქებ. ეხა აბლიცოვკას დავაყენებ. და რა ვიცი, შეახედე მანქანას, მე მგონი მოუხდა რა. საბოლოო ჯამში, აი ესეთია უკან რა. 1000-ით ვიძახი, დიფუზორსაც ჩამოვასხავთ ესე ძერსკად, მაგარი დიფუზორი დადგება. CL 63 არ არის, ის არის ეს მანქანა. ალონს ვაპირებ წითლად რო გავაკეთოთ და პროსტა კაი ადგილზე მოვედით და ეხა იმენა 360-ით შეგახედებთ რა როგორ ანაირად. აბლიცოვკაც უნდა ვიყიდოთ, ეს აბლიცოვკა კაროჩე ვერ არის რა, ისეთი აბლიცოვკა, თეთრი აბლიცოვკა მინდა. გასარეცხია მანქანა პიზდეცად. ვიცი ხალხო რო იმენა გასარეცხია. პროსტა ვერ ვიცხით იმენა რომ გავრიცხოთ. ვერ ვიცხით კი არა, გვეზარება. ხო და აი ეს არის მანქანა. ეხა მანქანის ხმას მოგასმენინებთ და რავი, კაროჩე, კაი ხმა აქვს რა მანქანას. აქ უკვე მანქანაში ზეთი შევცვალეთ თავის ფილტრებით და თავის ყველაფრით. მაგარი ამინდია გარეთ იმინა, ძალიან მაგარი ამინდია და ხელოსანი მელოდება კარნიზები უნდა გააკეთოს. კაროჩე, აი ასეთი სიტუაცია არის რა. პატკლინიკები, აი აქ კრილოს დამცავები რაც უნდა იქდეს, ესენი გამოწერილი მაქვს, წინები ორივე, უკანები ორივე, კაროჩე, ის რა ქვია, ახლები და რა უნდა გავაკეთოთ ახლა. ხელოსანთან უნდა დავტოვო მანქანა, აი ეს შიტოკი უნდა მოხსნას და ვაფშე თავიდან უნდა გააკეთოს. ეს უკანა შიტოკი დაიმახსოვრეთ და რასაც განახებთ ყველაფერი დაიმახსოვრეთ და შედეგი ნახეთ როგორია. აი ეს კარნიზები შიგნიდან რა ვიცი, კაროჩე, ცუდია, ეს კარნიზი უნდა გააკეთოს, თლიანი და აი ეს უნდა გააკეთოს, როგორც განახეთ. სტოპ, კაროჩე, აი ამას ხო უყურებთ ახლა და უკანა შიტოკის ხო ნახეთ გვერდიდან რა ჭირდა და აი ამ კარნის ხო ხედავთ ყველა რა ჭირს. ეხა ნახეთ საოცრება. ჰოპ, ისევ ამ ადგილას ვარ, სამრეცხაოსთან ვარ, მაგრამ დაგინებულია მანქანას არ ვრეცხავ. #ზუკა მანქანა გარეცხეს თუ დაწერს 100 კაცი გაირეცხება. სხვანაირად არ ვრეცხავ. გახსოვთ ეს უკანა შიტოკი? წერა რო განახებდით. შეხედეთ? ვაფშე არა, პროსტა გასარეცხი, ანუ არაფერი არ ეთყობა, იდეალურად დაისვა ზაზოვშიც და ყველაფერში. დალში აი ესეც, რავი, თუ გახსოვთ 10 წამის წინ აქ რაღაცა იყო და აღარ არის. აქ ხოდა. აი აქ კიდე რაღაც იყო. ეს დასამთავრებელია. სამწუხაროდ ვერ გადავიღე ამის გაკეთების მომენტი, რავი, იმდენი ხანი და იმდენი საათი აკეთებდნენ, რომ რა ვიცი, ვერ გადაიღებდი ფიზიკურად, მაგრამ ვიდეოს ხოდა. და ესე არის რა, კარნიზები. პატკლინიკები ჩამოვა შემდეგ ვიდეოსთვის.
პადკლინკებს დავაყენებთ. ბუმ, ზაზორებში ყველანაირად კარგად დაისვა მე როგორც მინდოდა ისე. ეხა სხვა რა დაგვრჩენია ვიდეო თუ არ დამთავრდება და იმედია რომ ერთი ლაიქი და ერთი კლიკი რო გამოიწეროთ არ დაგეზარებათ, ჩემი ძმები ხართ, ჩემი დები ხართ, ჩემი სიყვარული ხალხი ხართ, ვინც უყურებთ ვიდეოს, მიყვარხართ, გაფასებთ და ჩემს TikTok-ზე, რომლის ლინკიც არის აღწერაში, ყოველ საღამო გვაქვს სტრიმები, თუ გაგისწორდებათ ყურება, ხან რას ვთამაშობთ, ხან რას ვაკეთებთ, შემოისეირნეთ ხოლმე, შემოდით ხოლმე, გელოდებით ყველას. დავაი, მეოთხე ნაწილს დაელოდეთ.